სახალხო დღესასწაული აფხაზეთობა მეათედ აღინიშნა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით 23 მაისი აფხაზეთის დღედ 2014 წელს დადგინდა. მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ქრისტეს 12 მოციქულიდან ერთ-ერთმა ქრისტიანობა აფხაზეთში იქადაგა და მოწამეობრივადაც აფხაზეთის ტერიტორიაზე აღესრულა. მეათე წელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთობას ყოველწლიურად სხვადასხვა თემატური ღონისძიებებით მთელი საქართველოს მასშტაბით აღნიშნავს. აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები დღეს წალკელი ეპისკოპოსის გრიგოლის მიერ აღვლენილ სამშვიდობო პარაკლის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაესწრნენ. უპირველეს ყოვლისა სრულიად საქართველოს ულოცავთ სიმონ კანანელის ხსენების დღეს. რამოდენიმე წლის წინ მისმა უწმინდესობამ ასევე ამ დღეს შემატა კიდევ ერთი აღნიშნვის დღე, რომელიც აფხაზეთობის დღით არის განპირობებული. დღევანდელ დღეს მისმა მაღალყოლა უსამბობოესობამ, წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა სამშვიდობო და სასეიმო მსახურება აღასრულა. დღევანდელ დღეს დაალოცა სრულიად საქართველო, აფხაზეთის მოსახლეობა, ამავდროულად დევნილი მოსახლეობაც. მინდა მიულოცო ყველას დღევანდელი დღე და ვუსურვო მომდევნო წელს გქონდეს საშუალება იმისა, რომ მსგავსი დღესასწაულები ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე იქნეს იმ წმინდა სალოცავებში აღსრულებული. დღევანდელი დღე ატარებს უდიდეს მნიშვნელობას ჩვენი საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოების, ჩვენ მთელი საქართველოსთვის. უზიარებთ ერთმანეთს სიყვარულს, უზიარებთ იმ ემოციას, რომელიც არის დაკავშირებული ჩვენ საზოგადოებასთან და ჩვენ აფხაზეთთან. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო პატრიარქს ამ დღის დაწესებისთვის და მინდა ასევე უსურვო ყველაფერი საუკეთესო ჩვენ საზოგადოებას, განსაკუთრებულად საზოგადოებას, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ბევრად უფრო მეტი იმედი არის, რომ ჩვენ აფხაზეთში დავბრუნდებით და თანაც ძალიან რეალური და რა თქმა უნდა, ბევრად მეტი რწმენა, როგორც უფლისადმი, ისე იმ დიდი იდეისადმი, რომელსაც საქართველოს გაერთიანება ქვია. სწორედ აი ამ იმედით და რწმენით აღნიშნავთ ჩვენ დღევანდელ დღეს. კი, გარკვეული პრობლემები არსებობს, ეს გასაგებია, მაგრამ პრობლემები ყოველთვის მთავრდება და მთავრდება ბოროტება ყოველთვის მარცხდება და იმარჯვებს სიკეთე. აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან დილიდანვე იყვნენ შეკრებილი აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრები. მეომრებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ ყველა იმედით მეომრების და ყველა ჩვენი მოსახლეობა, რომ ალბათ როდისმე შესვლა იქნება აფხაზეთში და ჩვენ მოვდივართ გმირთა მოედანზე, ბიჭებს ვიხსენიებთ, ჩვენს მეთაურებს ვიხსენიებთ და ვატარებთ სიმბოლოსას და მადლობა მინდა მოუხადო დღეს მომზადებულ მეომრებს და ყველას ვის დღეს მომზადდა აქ. ცხოვრობთ იმედით, რომ ხვალზე აფხაზეთში დავბრუნდებით, ღირსეულად და დაუბრუნდებით ჩვენს კუთხეს, ულამაზეს კუთხეს, ჩვენს ხალხთან ერთად. პირველ რიგში ვიკრიბებით გმირთა მოედანზე, სადაც ჩვენი ვაჟკაცი ბიჭების სახელი და გვარი ოქროსასვებით ამოწერილი. აფხაზეთობა თბილისში დევნილობაში მყოფი საზოგადოებისთვის ერთიანობის, წმენისა და იმედის დღეა. ეს დღე სავსეა მოგონებებით, ნოსტალგიითა და საკუთარ სახლებში დაბრუნების სურვილით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა. სხდომაზე აფხაზეთის მთავრობის წევრებმა განიხილეს მთავრობის დადგენილების პროექტები, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში არსებული ცალკეული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაქვემდებარების ცვლილებების თაობაზე. მთავრობის წევრებმა ასევე განიხილეს აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის სულიერების ცენტრის სახელწოდების შეცვლის შესახებ. დამთავრების განკარგულების პროექტი სულიერების ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ. 2020 წლის 31 იანვრის მიათე განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებსა და მათდამი დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში, ასევე მთავრობის აპარატში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. საქართველოს კანონის იმპლემენტაციის კუთხით არსებული მდგომარეობისა და დაგეგმილი განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ლევან თევზაიას მოусმინეს. მინისტრმა პასუხები გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ დასმულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა აფხაზეთის დევნილ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში ჩატარებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგებს. აღნიშნული ცვლილებები რამდენად მოერგო და დაექვემდებარა დევნილთა საჭიროებასა და მოთხოვნილებებს. ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ნაწილში დაფინანსების ცალკეულ საკითხებს, სამინისტროს მიერ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და საანგარიშო პერიოდში მივლინებების საკითხს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა სხდომის მსვლელობისას დამატებითი შეკითხვები დასვეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს რეგლამენტის გათვალისწინებით ინტერპელაციის წესით დღეს მეწვეული ვიყავი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სტომაზე, სადაც პასუხები გავეცი დეპუტატების მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე. ასევე ვისაუბრე სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობაზე და საომავლო გეგმებს. ფიქრობ, რომ დღევანდელმა შეხვედრამ ჩაიარა მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში. გაიმართა ძალიან საინტერესო დისკუსია, შეკითხვები იყო ძალიან საინტერესო, ბატონმა ლევანმა ფაქტობრივად ამომწურავი პასუხი გასცა ყველა კითხვაზე. გარკვეული ხარვეზები, როგორც ეს ყოველთვის ხდება ხოლმე, არის რა თქმა უნდა, მაგრამ მთლიანობაში დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს ფინანსთა სამინისტროს საქმიანობა და მინისტრის საქმიანობა. მნიშვნელოვან შეკითხვებს გაეცა პასუხი, არის ზოგიერთი თემა, რომელიც საჭიროებს დამატებით დაზუსტებას, ეს ეხება პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესრულების საკითხებს, ეს ეხება წარმომადგენლობითი ხარჯების საკითხებს, ეს ეხება ხელშეკრულებით აყვანილი პიროვნებების ხელფასებზე გასაცემი თანხების დის საკითხებს და რიგი სხვა მიმართულებები. ოკუპირებულ აფხაზეთში კრიმინოგენული ვითარება დღითი დღე უარესდება. ბოლო დღეების მთავარი განხილვის თემა აფხაზურ ტელეგრამ არხებზე ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთი სოფლის, ეგრეთ წოდებული გამგებლის მიერ ადგილობრივი ქალბატონის გაუპატიურების მცდელობისა და დაჭრის ფაქტი გახლდათ. ხშირია ავტომობილების დაყაჩაღებისა და კვალის დაფარვის მიზნით მათი დაწვის მცდელობები. არაერთი შემთხვევაა, როდესაც სამართალდამცველები რიგით მოქალაქეებს საცხოვრებელ სახლებში უვარდებიან და ეგრეთ წოდებულ რეიდებს ატარებენ. კონტროლოა ნარკოტიკებით ვაჭრობის თემა. გახშირებულ კრიმინალურ შემთხვევებზე ვიდეოვლოგში ისაუბრა აფხაზმა ჟურნალისტმა იზიდა ჭანიამ. ჟურნალისტმა ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო წლების განმავლობაში ჩადენილი ათობით დანაშაული გაიხსენა. ჩამოთვლილ საქმეებში ეგრეთ წოდებული სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლები ფიგურირებენ. აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა ლიდერმა ასლამ ბჟანიამ უარყო ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლების მტკიცება ოკუპირებულ რეგიონში კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესების შესახებ. თემასთან დაკავშირებით აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრთან ანალიტიკოსმა ზურაბ ტატიშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთში მოსახლეობა ხედავს ეგრეთ წოდებული ძალოვანებისა და მაღალჩინოსნების მხრიდან არაერთ მძიმე დანაშაულს და იმასაც კარგად ხვდებიან, რომ ხელისუფლება დამნაშავეებს არამხოლოდ დანაშაულს პატიობს, არამედ უმოქმედობით დანაშაულის წახალისებას ახდენს. 17 აპრილს ღამე დააკავეს ახალგაზრდა, იქ პროცედურულ დარღვევებსაც ჰქონდა ადგილი, მამამისიც დააკავეს, იქ ცემეს კიდევაც, როგორც მშობლები იძახდნენ. ეს სკანდალი გაღვივდა იმით, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი თხოვდა დაზარალებულის დედას, რომ ეს პრობლემა მიჩქმალული იყო და მას აღარ გაიპროტესტებინა მომხდარი. ამას საზოგადოების მხრიდან მოყვა იმ ფაქტების გახსენება, მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში 2 ადამიანი გარდაიცვალა წინასწარ დაკავების იზოლატორებში აფხაზეთში, ერთი სოხუმში იყო, ერთი ოჩამჩირის რაიონში. და თან უფრო პატარა დანაშაულებზე, ესე ვთქვათ, ბევრი საუბრობს უბრალოდ, აქ ამასთან მოსატანი არაა, თორე იქ ფულის აღება და სხვა ტიპის დანაშაული ეგრეთ წოდებული ძალაუფლების მხრივ საკმაოდ გავრცელებული მოვლენა არის. მოსახლეობა ხედავს, რომ ადგილი აქვს ესეთ დანაშაულებებს ეგრეთ წოდებული ძალაუფლების მხრიდან და სათანადო რეაგირება პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან არ ხდება, ჩნდება ეჭვი, რომ ხო არ ხდება წახალისება ასეთი საქციელის და ამის მიზანი არის, რომ ხელისუფლება ეყრდნობა ამ ძალაუფლებს, მათი მეშვეობით ინარჩუნებს ძალაუფლებას და შემდგომშიც, მომავალშიც მათზე დაყრდნობით აპირებს მართოს რეგიონი.
მე ვარ სამირა 19 წლის. ასე იწყებს აფხაზი გოგონა თავის დღიურთან საუბარს. სამირა მისი ნამდვილი სახელი არაა, მაგრამ ნამდვილია ფიქრები, ემოციები და დეტალურად აღწერილი ყოველდღიურობა, რომელიც ომის შემდგომ აფხაზეთში გვამოგზაურებს. ამბავი ასე დაიწყო. ჟურნალისტ ქეთი ხატიაშვილს გაუჩნდა იდეა ჩვენს ყოლოდა ჩვენი დროის ანა ფრანკი. ჩანაფიქრი კოლეგას ჯილდა მაჭავარიანს გაუზიარა და ერთობლივი მოქმედების შემდეგ სამირას დღიურებიც დაიბადა. ეს არის პირველი ნამუშევარი, რომელიც ომზე კი არ საუბრობს და იმაზე, რაც 30 წლის წინ მოხდა, არამედ საუბრობს დღევანდელ ყოფაზე. ანუ როგორია დღეს იქ ქართველებისა და აფხაზების ერთმანეთთან ურთიერთობა. გოგონა, რომელიც სახესაც ვერ ხედავთ, არის ძალიან სიმბოლური, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ვერ ხედავთ სახეებს იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ოკუპაციის წნეხის ქვეშ, ესე ვთქვათ, და ეს არის ძალიან სიმბოლური, მაგრამ ჩვენ გვესმის მათი ხმა, მათი განწყობა და ეს დღიურები არის გზავნილები იქიდან. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მომსახურების სააგენტოს დახმარებით აფხაზი გოგოს დღიურები წიგნად გამოიცა, რომლის წარდგენაც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ორგანიზატორებმა პრეზენტაცია აფხაზეთელი ქართველი ახალგაზრდის ჯინერი მაჭავარიანის ხსოვნას მიუძღვნეს. ეს გამოცემა უნდა წაიგითხოს ალბათ ყველა აფხაზეთელმა და ყველა ქართველმა და აფხაზმა იმისთვის რომ გაათვიცნობიეროს რა პირობებში უწევთ ცხოვრება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ჩვენს მოქალაქეებს და ახალგაზრდებს. მე მჯერა რომ სწორედ ეს წიგნი გახდება სიმბოლო ჩვენი ქართულ-აფხაზური ერთიანობის აფხაზების მიერ ასე თქვა თავისი ემოციის და სიყვარულის გადმოცემა თუ ტკივილის აი ამ ნაწარმოებში არის ძალიან მნიშვნელოვანი გაითვისნობიეროს ყველა ქართველმა. შეგვიძლია ვთქვათ რომ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, რა თქმა უნდა, ეს არის ის ენა აქ, რა ენაც ესმის როგორც ქართველს, ისე აფხაზს, ასევე როგორც შემხედრი ნაბიჯი უნდა მოვახდინოთ ორგანიზება და ითარგმნოს აფხაზურ ენაზე კონსტანტინე გამსახურდიას რომანი ტრილოგია მთვარის მოტაცება. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, იგეგმება სამირას დღიურების აფხაზურ ენაზე გამოცემა, რათა ენგურს გაღმა მკითხველმაც შეძლოს 19 წლის გოგონას თვალით დანახული რეალობის აღქმა. ღვაწლმოსილი დასტაქარი, წინდახედული პოლიტიკოსი, ჭეშმარიტი ერისკაცი. ეს შეფასებები მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის პროფესორ ნაპოლეონ მესხიას მისამართით გაჟღერდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც მისი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. კონცეპტუალური ინოვაციური მიდგომა და მეთოდები ნეიროქირურგიაში. ასე ქვია ახალ წიგნს, რომელშიც ავტორის მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული რჩეული სტატიებია შესული. მეგობრებმა მივიზეს, როგორც თქვი, ამ ცოდნას და ამას საწაიღებო საიქიოში ვერ გამოგადგება აქ დატოვო და ამან დავაფიქრე, ჩამაფიქრე. ოდა ისევე დავიწყე გამოქვეყნება სტატიების ევროპაში, გერმანიაში, პოლონეთში. აქ არ არის ფილოსოფიები, კონკრეტული საკითხი, კონკრეტული პასუხები. ახალი მიდგომა, გამოგონებებია. ჩემი ასაკის კაცს უნდა უხაროდეს ის რაც დღეს მოვისმინე. რაც ითქვა ეს ყველაფერი შესანიშნავია. პროფესორი ნაპოლეონ მესხია არის დასავლეთ საქართველოს ნეიროქირურგიული ცენტრის დამფუძნებელი. სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა აფხაზეთის ჯანდაცვის რესპუბლიკური ნეიროქირურგიული ცენტრი სოხუმში, საქართველოში პირველი კომპიუტერული ტომოგრაფით. არის ნეიროქირურგიული ჩარევებისა და მკურნალობის არაერთი კონცეპტუალური ინოვაციური მიდგომისა და მეთოდის ავტორი. ნაპოლეონ მესხია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრია. ნაპოლეონ მესხია გახლავთ ძალიან ღირსეული პიროვნება. ეს არის საკმაო ხნის მანძილზე ნეიროქირურგიაში წამყვანი პიროვნება, დარგის ხელმძღვანელი. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ერთ-ერთი უდამსახურებულესი კაცია იგი. ღრმად არის შეხედული აფხაზეთის პრობლემებში და უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული აფხაზეთის საკითხის მოგვარებაში. მისი სახელი არ მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშია აღიარებული. აი მისი ინოვაციები, მიდგომები, მეთოდები ნეიროქირურგიაში არის შთამბეჭდავი სტატისტიკა უბრალოდ, რომელიც ყველაფერზე მეტყველებს. ბატონი ნაპოს მეთოდით გაკეთებული ოპერაცია, პოსტოპერაციული სიკვდილიანობა ცირდება 20-25%. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ რამდენი სიცოცხლე შენარჩუნდა
აი ბატონი ნაპოს მეთოდის გამოყენებით. პრეზენტაცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაციის ინიციატივით გაიმართა. სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით მუსიკალურ ფესტივალს Into the Open-ს უმასპინძლა. Into the Open ევროპული მუსიკალური ფესტივალია ბერლინში, რომლის მიზანია კლასიკური მუსიკის გაცოცხლება ახალ საინტერესო გარემოში და მულტიმედიური საკონცერტო გამოცდილების შექმნა. 3 დღის განმავლობაში სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენას ცნობილი მევიოლინე მიხაილ ბარენბოიმი და ბარენბოიმ საიდის აკადემია, რეჟისორი და გამომცემელი ანა მიულერი, ამერიკული ცეკვის თეატრის ელვინ ელის სოლისტი ეშლი გრინი და სხვა ცნობილი ვარსკვლავები იკავებდნენ. კონცერტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ. ჩვენთან ყოფება ძალიან საინტერესო ახალგაზრდული თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი Into the Open, რომელიც 3 წლის წინ დაფუძნდა ბერლინში, ამ დაფუძნებას ჩვენი თეატრიც დაესწრო. სწორედ წელს იანვარში ჩვენი აი ამ ფესტივალის ეგიდით ჩვენი სახელოვანი ანსამბლი შავნაბადა გაემგზავრა. მისი მხატვრობა საოცრად მრავალფეროვანი და ფერადია. თემებისა და იდეების ერთობლიობა კი შემოქმედის განსხვავებულ ხელწერას უსვამს ხაზს. ვალერი არქანიას სახელობის საგამოფენო სივრცე ამჯერად ახალგაზრდა მხატვრის სალომე ხუბუა ხუბხეს ნამუშევრებს დაეთმო. ეს მისი პირველი პერსონალური გამოფენაა და როგორც თვითონ ამბობს, ბოლო დროის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრებია წარმოდგენილი. მაქვს ილუსტრაციები, სხვადასხვა სახეები წარმოდგენილი, სხვადასხვა პორტრეტების სახით, ასევე კოლაჟები და სხვადასხვანაირი ლაქობრივი გრაფიკული ნამუშევრები. ძირითადად რეალურად უფრო აბსტრაქტული ნახატები მაქვს და უფრო აბსტრაქტულია, ჩემი ასე ვიტყოდი რა და გრაფიკული ნახატები, რა თქმა უნდა. სადაც ძალიან ბევრი წვრილი დეტალია, რომელიც უნდა ეძებოს, ასე ვთქვათ, ნახველმა. ნიჭიერი გოგოა, თან ძალიან კარგად გძნობს ლაქას, კომპოზიციურად მათ განლაგებას, რაც უდაოდ ლაპარაკობს მის ნამდვილად დიდ ნიჭზე. უნდა გითხრათ, რომ საქართველოს ხელოვნებას შეემატა ნიჭიერი მხატვარი. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. სალომე არის აფხაზეთიდან და ჩვენ როგორც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სიხარულით დავთანხმდით, რომ ხელი შეგვეწყო, რომ მისთვის დღევანდელი დღე შემდგარიყო და დღევანდელი გამოფენის გაკეთება შეძლებოდა. უსურვებ წარმატებებს სალომეს და ყოველთვის მზად ვიქნებით ჩვენ, რომ მას მომავალშიც მსგავს ინიციატივებში ყოველთვის ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ. გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. თბილისში ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში. ტურნირის ფარგლებში შეჯიბრი სამსახეობაში, ხმალში, რაპირასა და დაშნაში ჩატარდა, რომელშიც 10, 12 და 15 წლამდე ასაკის გოგონები და ვაჟები ასპარეზობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ღია პირველობა აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა. საპრიზო ადგილზე გასული მოფარიკავეები მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. აფხაზეთს ყოველთვის გააჩნდა ძალიან დიდი ტრადიცია, რომელიც უკავშირდებოდა ამ სპორტს და მოხარული ვარ, რომ ამ ტრადიციის გაგრძელება ხდება და ამ ტურნირმა მიიღო ტრადიციული ხასიათი. მინდა ყველას მიულოცო მონაწილეს, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ ტურნირში და უსურვო წარმატებებია. ჩვენი მთავრობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან თანადგომას უწევდა აი ამ დისციპლინას, აი ამ სპორტს და ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ აი ამ მიმართულებით ფარიკაობის მხარდაჭერას ჩვენი მხრიდან. 2011 წლიდან ყოველწლიურად ტარდება უკვე ტრადიციულად ქცეული ტურნირი ღია პირველობა ფარიკაობაში აფხაზეთის თასი. სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ერთვება ამ სპორტის ამ ლამასახეობაში, განსაკუთრებით აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა უფრო პოპულარული ხდება. მით უმეტეს აფხაზეთს ძალიან დიდი ტრადიცია აქვს ფარიკაობაში, ძალიან ბევრი გამორჩეული სპორტსმენი და მსოფლიო და ევროპის მონაწილეები და პრიზიორები იყვნენ წარმოდგენილი აფხაზეთიდან.
და დღესაც იგივე ტრადიცია გრძელდება. ჩემი თავის ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ყველაფერი დავდე, რომ პირველ ადგილზე გავსულიყავი და ძალიან მიხარია. აფხაზეთიდან დევნილი 20 სტუდენტი ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება. პროექტი მომავალი თქვენია სფარგლებში გალფის ინიციატივითა და დაფინანსებით ხორციელდება. 20 აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებს. ისინი ქალაქ დორტმუნდში პირველ ისტორიულ მატჩს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ დაესწრებიან. ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ სტუდენტებს მეგზურობას ქართული ფეხბურთის ლეგენდები შოთა არველაძე და თემურ ქეცბაია გაუწევენ. მატჩს ასევე UFC-ს ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი დაესწრება. მომავალი ჩვენი აქვია კამპანიას, რომელსაც გავხმა 2 წლის წინ ჩავყარეთ საფუძველი 20 სტუდენტის ჩვენი თანამოქალაქის ჩვენი ციხის და ხორცის აფხაზეთიდან ახალგაზრდების დაპატიჟება გერმანიაში და იმ სიხარულის, იმ ისტორიული მიღწევის გაზიარება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლა ქვია. ჩვენი იმ ვალდებულებითი ნაწილი არის, რომელსაც ჩვენ გალფი და მთლიანად ჩვენი ჰოლდინგი იღებს. გაჩნდა ეს იდეა, რომ იმ ბედნიერ წამს, რომელსაც მართა ყველა ქართველს ენდომება იქ ყოფნა, ჩვენი სტუდენტებიც იქ ყოფილიყვნენ და მე რო ვთქვი, რომ ალბათ წარმოუდგენელია ეს აფხაზეთიდან ბავშვების გარეშე, წარმატებული სტუდენტების გარეშე იქ ყოფნა, იმიტომ რომ ალბათ დარწმუნებული ვარ ყველა ამახ ქართველს და ვისაც ეს ქვეყანა უყვარს იქ ყოფნა ენდომება მეთქი იქნებ რამენა და პირდაპირ უსიტყვოდ იქნა ატაცებული, ორგანიზებული. კომპანია გალფის თანადგომით მივდივართ ევროპის ჩემპიონატზე ქალაქ დორტმუნდში. აღნიშნული არის ჩემთვის თქმა უნდა ემოციური, რადგან მექნები ამ ისტორიის ნაწილი და მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მის მიიღო წვლილი აღნიშნულ ღონისძიებაში.